მოგესალმებით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ექსპერიმენტულ დიზაინზე, რომელიც ყველა ქცევის ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის რევერსული დიზაინი და მისი სხვადასხვა ვარიაცია. ვნახოთ, როგორ გვეხმარება თითოეული მათგანი იმის დამტკიცებაში, რომ ჩვენი ჩარევა ნამდვილად მუშაობს. პირველ რიგში ვიწყებთ ამ კითხვის დასმას. როდესაც ჩარევას ვიწყებთ ქცევის შესაცვლელად, საიდან ვიცით, რომ ეს ცვლილება ჩვენი დამსახურებაა და არა შემთხვევითობა? პასუხი, რა თქმა უნდა, ექსპერიმენტულ ლოგიკაშია. სანამ უშუალოდ რევერსული დიზაინის განხილვაზე გადავალთ, მანამდე მოკლედ განვიხილოთ ის სამი საყრდენი, რაზეც ექსპერიმენტული ლოგიკა დგას. პირველი არის პროგნოზირება, ანუ ჩვენ ვარაუდობთ, რა მოხდებოდა ჩარევა, რომ არ დაგვეწყო. შემდეგ მოდის ვერიფიკაცია, ვამოწმებთ, არის თუ არა ჩვენი პროგნოზი სწორი და ბოლოს მოდის რეპლიკაცია, ვიმეორებთ შედეგს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ იყო ერთჯერადი დამთხოვა. აი ეს სამი რამ გვჭირდება, რომ დავრწმუნდეთ, დიახ, ჩვენმა ჩარევა მიმუშავა. რევერსული დიზაინი, განსაკუთრებით მისი ვარიაცია ABAB დიზაინი, არის ქცევის გამოყენებითი ანალიზის ოქროს სტანდარტი. ის ყველაზე ძლიერი და დომინანტური მეთოდია. რევერსულ დიზაინს მარტივი ლოგიკა აქვს. თავიდან ვაკვირდებით ქცევას ბუნებრივ გარემოში, ინტერვენციის გარეშე. ამას ვეძახით A ფაზას, ანუ საბაზისო დონეს, იგივე საფუძვლის მონაცემს. შემდეგ ვიწყებთ ჩარევას, ანუ ინტერვენციას, ეს არის B ფაზა. და ბოლოს ვწყვეთ ინტერვენციას და ვუბრუნდებით საწყის პირობებს, ეს ისევ A ფაზაა. რატომ ვაკეთებთ ამას, რომ დავრწმუნდეთ ქცევას ნამდვილად ჩვენი ჩარევა ცვლის და არა რაიმე სხვა. ეს ABAB დიზაინის გრაფიკული გამოსახულებაა. ვნახოთ ის სამი საყრდენი, ანუ ექსპერიმენტული ლოგიკა, პროგნოზირება, ვერიფიკაცია და რეპლიკაცია, აქ როგორ მუშაობს, რაც უკვე მყარ მტკიცებულებას გვაძლევს, რომ ჩარევასა და ქცევას შორის ნამდვილად არის ფუნქციური კავშირი. პირველ A ფაზაში ჩვენ ვარაუდობთ, პროგნოზირებთ, რომ ჩვენი ჩარევა იმუშავებს, ანუ ინტერვენციის დაწყების შემდეგ ქცევა შეიცვლება. B ფაზაში ვხედავთ ცვლილებას, მეორე A ფაზაში, ანუ როდესაც ინტერვენციას მოვხსნით, ვამოწმებთ ჩვენ ვარაუდს, აქ ხდება ვერიფიკაცია. თუ ქცევა დაუბრუნდა საწყის დონეს, ეს ამტკიცებს, რომ ცვლილება სწორედ ჩვენი ჩარევის გამო მოხდა. და ბოლო B ფაზა არის რეპლიკაცია. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეფექტის გამეორება შეგვიძლია. აი ეს არის ფუნქციური კავშირის სრულყოფილი დემონსტრაცია სამიზნე ქცევასა და ჩვენ ჩარევას შორის. BAB დიზაინიც არის რევერსული დიზაინი, როცა კვლევა იწყება უკვე არსებული ჩარევით ინტერვენციით. შემდეგ შემოგვაქვს საფუძვლის ფაზა, სადაც ინტერვენციას ვხსნით და ბოლოს ხელახლა შემოგვაქვს ჩარევა ეფექტის დასადასტურებლად. ამ ვარიაციას ვიყენებთ მაშინ, როდესაც ეთიკურად ან პრაქტიკულად შეუძლებელია პირდაპირ A ფაზით, ანუ საფუძვლის პირობით დაწყება. ეს ეხება აგრესიულ თვითდამაზიანებელ ქცევებს, ან მაშინ, როცა ქცევა უკვე ინტერვენციის ქვეშ არის და საჭიროა მისი ეფექტის დემონსტრირება. ამ შემთხვევაში საფუძვლის ფაზა A უკვე მოკლეა. დიზაინის გასაძლიერებლად ყველაზე მარტივი გზა არის AB ციკლის კიდევ ერთხელ გამეორება. ამით კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ქცევის ცვლილება შემთხვევითობა კი არ არის, არამედ ჩვენი ჩარევა მუშაობს. მაგრამ რა ვქნათ, თუ ერთი ჩარევა კი არ გვაინტერესებს, არამედ გვინდა ორი სხვადასხვა ჩარევა შემოვიტანოთ და შევადაროთ ერთმანეთს, რომელი უფრო ეფექტურია. ასეთი შემთხვევების დროს არსებობს მრავლობითი ჩარევის რევერსული დიზაინი. ეს დიზაინი საშუალებას გვაძლევს ერთ ადამიანთან რამდენიმე ჩარევის ეფექტი შევადაროთ მიზე შედეგობრივი კავშირით, რათა გავიგოთ, რომელი ჩარევა იწვევს ქცევის ცვლილებას. ამ შემთხვევაში B პირველი ჩარევაა და C კი მეორე განსხვავებული ჩარევა. მაგალითად, გრაფიკზე გამოსახულია, რომ სკოლის პირველი 5 დღის განმავლობაში ხდებოდა საფუძვლის მონაცემების შეგროვება. მე-6 დღეს დაიწყო B ფაზა, რაც 4 დღე გრძელდებოდა და დამოუკიდებელი ცვლადი იყო მუსიკა, ხოლო მე-10 სესიაზე დაიწყო C ფაზა, სადაც ვიდეო თამაში შემოიტანეს. ანუ ამ დიზაინით ხდება მუსიკის და ვიდეო თამაშის ეფექტურობის შედარება ერთმანეთთან, ცალ-ცალკე პირობებში, ესე იგი ფაზებში. მონაცემები გვაჩვენებს, რომ თვითდამაზიანებელი ქცევა ყველაზე დაბალ დონეზე ვიდეო თამაშის პირობებშია, ვიდრე მუსიკის.
თუმცა აქ ერთი რისკია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის თანმიმდევრობის ეფექტი. წარმოიდგინეთ, რომ ჯერ ძალიან ცხარე კერძი გასინჯეთ, შემდეგ მალევე დესერტი დააყოლეთ. დესერტის გემო სხვანაირად აღიქვამთ. დაახლოებით ასე ხდება ამ შემთხვევაშიც. სიჩარევის ეფექტი შეიძლება სხვა იყოს, უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანმა მანამდე გაიარა ბიჩარევა. ანუ წინა გამოცდილება გავლენას ახდენს. რევერსული დიზაინის დროს პრაქტიკული და ეთიკური დილემა იკვეთება. რა ვქნათ, როდესაც ჩარევას ვერ ვხსნით, რადგან ჩარევა მუშაობს. ანუ ქცევა გაუმჯობესდა და ამ დროს ეფექტურ ინტერვენციას ხომ არ მოხსნით, ეს არასწორი იქნება. ამ დროს არსებობს გამოსავალი და მოდი განვიხილოთ 3 ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ საკონტროლო პირობა, ისე რომ გამტკიცება ის, რაც უკვე მუშაობს, სულაც არ გავაუქმოთ. ეს ხელი გვაჩვენებს ამ 3 მიდგომის არსს. თითოეული მათგანი ფაქტობრივად ერთსა და იმავე პრობლემას წყვეტს, რომ შევქმნათ საფუძვლის პირობა, ჩარევის სრული მოხსნის გარეშე. თუმცა ამას თითოეული მათგანი განსხვავებულად თავისი სპეციფიკური ლოგიკით აკეთებს. ეს ანალიტიკოს მოქნილობას აძლევს, რომ კონკრეტულ სიტუაციას მოარგოს ყველაზე შესაფერისი მეთოდი. მაგალითად, NCR, ანუ განუპირობებელი გამტკიცების რევერსული ტექნიკა გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ კონკრეტული გამტკიცება ნამდვილად აკონტროლებს სამიზნე ქცევას. მკვლევარმა ლატამ 1979 წელს გამოიყენა NCR როგორც საკონტროლო პირობა. რაც შეეხება DRO-ს, ეს არის სხვა ქცევის დიფერენციალური გამტკიცება, ამ შემთხვევაში რევერსული ტექნიკის შემთხვევაში, საკონტროლო პირობა მოიცავს გამტკიცების მიწოდებას ნებისმიერი სხვა ქცევის გამოვლენის შემდეგ გარდა სამიზნე ქცევისა. ანუ დროის ინტერვალში კონკრეტული სამიზნე ქცევა არ უნდა გამოვლინდეს. და ბოლოს ეს არის DRI-DRA, ანუ არათავსებადი ქცევის დიფერენციალური გამტკიცება და ალტერნატიული ქცევის დიფერენციალური გამტკიცება, როგორც საკონტროლო პირობები. ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს, მთავარია ვიცოდეთ და სწორად განვსაზღვროთ, რომელი როდის გამოვიყენოთ. რევერსული დიზაინი მართლა ძლიერია. თუ გვინდა, რომ მტკიცებულება გქონდეს ჩვენი ჩარევა მუშაობს, რევერსული დიზაინი ყველაზე სწორი არჩევანია. ის ნათლად და პირდაპირ გვაჩვენებს მიზეზ შედეგობრივ კავშირს. თუმცა, ის ყოველთვის არ არის გამოსადეგი. არის სერიოზული გამოწვევები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, მის გამოყენებას ართულებს. რევერსული დიზაინი ყოველთვის და ყველა სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ თუ არა, რა თქმა უნდა არა. არსებობს სამეცნიერო და ეთიკური მიზეზები, რის გამოც ეს დიზაინი უბრალოდ მიუღებელია. ამას ეძახიან შეუქცევადობას. ერთ-ერთი სამეცნიერო დაბრკოლება არის შეუქცევადობა, როდესაც ქცევა არ უბრუნდება საფუძვლის დონეს. ანუ ჩარევის მოხსნის შემდეგ ქცევა არ ბრუნდება უკან ფაზაზე. დაფიქრდით, რა ვქნათ თუ ბავშვს ვასწავლეთ კითხვა. ამ უნარს უკან ხომ ვერ დავაბრუნებთ, ვერ გადავასწავლეთ კითხვას. ანუ ამ შემთხვევაში ცვლილება შეუქცევადია. ესე იგი, თუ ჩვენი ჩარევა რაღაც უნარს ასწავლის, ABA დიზაინი უბრალოდ ვერ იმუშავებს, რადგან A ფაზა არ დადგება. ან რა ვქნათ, როდესაც მუშაობთ რთულ ქცევაზე, მაგალითად თვით დამაზიანებელ ქცევაზე. ამ დროს ხომ ეთიკურად გაუმართლებელია მხოლოდ იმისთვის შევწყვეტოთ ინტერვენცია, რომელიც მუშაობს, რომ რაღაც დავამტკიცოთ. აქ გვაქვს მთავარი კონფლიქტი მეცნიერულ საჭიროებასა და ეთიკურ პასუხისმგებლობას შორის. ერთის მხრივ მეცნიერება გვეუბნება, რომ დავბრუნდეთ საბაზისო დონეზე, რომ დავამტკიცოთ ჩარევის ეფექტი, მეორე მხრივ ეთიკა და საღი გვეუბნება არ მოვუხსნათ ადამიანს ის, რაც მას ეხმარება, მით უმეტეს თუ საქმე ეხება სახიფათო ქცევას. რევერსული დიზაინის ოჯახი ნამდვილად გვთავაზობს ბევრ ინსტრუმენტს, მაგრამ ეს არ არის ჯადოსნური ყუთი. ყოველი კონკრეტული სიტუაციის წინ ქცევის ანალიტიკოსმა კარგად უნდა განსაზღვროს, ხომ არ არის ქცევა შეუქცევადი და რაც მთავარია, რამდენად ეთიკურია ჩარევის დროებით მოხსნა. სწორი ინსტრუმენტის შერჩევა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ნიშნავს. ეს ყველაფერი გვაბრუნებს მთავარ ფუნდამენტურ კითხვასთან, რომელიც მუდამ თანს დევს ქცევის გამოყენებით ანალიზს, როგორ ვიყოთ თანმიმდევრული მეცნიერები, რომელთაც უტყუარი მონაცემები სჭირდებათ, ამავე დროს როგორ დავიცვათ ჩვენი მთავარი ეთიკური პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ ადამიანს და არ ვავნოთ.